მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ეპიზოდი საქართველოს უნივერსიტეტის პოდკასტის დაიწყო. როგორც ხედავს, კიდევ ერთი ჩემი მეგობარი აქვს, ხოთა შორის იცი რომ ჩემი შვილიც იყო მანიჩკა. ხო, და როგორი უცნაურია, იცი ამაზე მე. შენ სულთან ინტერვიუ, მაგრამ ეს არის ჩემი ძალიან ახლო ადამიანი, ძალიან მიყვარს ვანიჩკა. წლებია ვიცნო და მეგობრობთ. კი, ხან მე ვიტა როცა აუტანელია, ხან თვითონ მიტას როცა აუტანელია, კიდე ყავს სამაიაში. ნიკა გრიგოლია, ისიც აუტანელია, ოღონდ ის ყველაზე აუტანელია, მაგრამ მაინც გვიყვარს. არა სტაბილური. იმისთვის მე ვარ ყველაზე აუტანელი, მაგრამ იმას უყვარვარ და ასე შემდეგ რა. ჩვენ ვიღებთ ერთმანეთს ისეთებს როგორებიც ბარა. ეგ არის ნამდვილი მეგობრობა. ვანიკო თარხნიშვილი მეგობრებო რა. ბევრი სარგენა არ ჭირდება, ყველა მისით რო არის მსახიობი, გამოვალი მდგომარეობაც იცით, მისი შესრულებული როლებიც იცით. და რახან სტუდენტობაზე გვაქვს საუბარი და ძირითადად ჩვენი მაყურებლები არიან სტუდენტები, აი ამის ირგვლივ ვილაპარაკებთ. რა პირველ რიგში მოდი მითხარი როგორ ხარ? გარდა იმისა, როგორც ვარ, ძალიან რთული ღამე გქონდა, იმიტომ რომ შემოქმედები წვაში იყავი და ფაქტურად არ გეძინათ. იმის იქით რა ხდება? იმის იქითაც რა ხდება ეხლა როგორ გითხრა? ნუ კარგად ვარ, მე ყოველთვის ვიძახი რომ კარგად უნდა ვიყოთ და ვართ. იმიტომ რომ სინამდვილეში რაღაცები ყველაფერი ცუდად არის თითქოს, მაგრამ არის საპირწონე რაღაცები ცხოვრებაში და უშუალოდ შენი საქმე, შენი ოჯახი რაღაცები, რაზეც აუცილებლად უნდა აქცენტი გავაკეთოთ ხოლმე, რომ არ ვიწუწუნო კი, რაღაცა ისე იქიდან გვაწვევიან, აქიდან ის არ არის, ფული არ არის რაღაცა. გასაგებია ეს ისეც ყველა ვიცით, მაგრამ თუ ამას ჩავყევით, მაშინ ის მთავარი რაც გვაქვს სიმდიდრე, იმასაც დავკარგავთ ადამიანებს და ჩვენ საქმეს რაც მთავარი. აბსოლუტურად გეთანხმები. დიდი ხანი მიდიოდა მოლაპარაკება მოსვლაზე და როგორც იქნა მოვედი და მიხარია რომ მოვედი რა. მოლაპარაკება რა დროის ამბავში ვერ დავლაგდი. დროის ამბავში ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ აი დაახლოებით იგივე შანსი მქონდა, რომ მაგალითად მომიყვანა JD Vance. თან აი უნგრეთში იყო, ახლა ხანს რა, უფრო მეტი შანსი იყო რომ მეთქვა რომ მობრძანდით ქართულ ახალგაზრდობას აინტერესებთ მეთქი რა, მაგრამ თავარია აქ ახარ. ბიჭო, მაგაში გეთანხმები და რა არის, იცი მე აი ზუსტად ეგ მიფიქრია რა, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით ერთი ასაკის ტიპები ვართ ახლა და ვითომეტეს შენ შვილები ყავს მეც და ანუ მაინც განსხვავებულებიც არ უნდა ვიყოთ, ბევრი საერთოც გვაქვს. ზუსტ მაგას ვამბობ და მაგიტომაც ახლა რო გეუბნებოდი წნეთში გადავედი მეთქი. განსაკუთრებით ესეთ პერიოდში, არა მარტო საქართველოში, მთელ სოფლიოში ძალიან დიდი დაძაბულობაა რა და თან კიდე ხალხი გამოვიდა. პიკში არის ყველაფერი. ყველგან, ხო ხედავ რა ხდება. რეალურად მარტა შეიძლება მესამე სოფლიო ომის ან ვართ უკვე ამაში. ან ვარ. არა, უკვე ვართ, იმიტომ რომ ჰიბრიდული ომი და ინფორმაციული ომი და yes. მაგრამ აი ასე დროს მე ვფიქრობ, რომ მაინც აი ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეტი შეხება ბუნებასთან, მეტი შეხება შვილებთან, მეტი ახლა თუ გამოვიყვანეს სახში მასთანაც ისიც. და ანუ მენტალური ჯანმრთელობა ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ თუ ბოლომდე ამ ტოქსიკოს ჩაყევი გესმის და ზუმაუთი არ გააკეთე მაინც ხანდახან. ანუ უბრალოდ ვერ გაკაჩაო, ხტები? თან ეს гаджеტი აი გინდა არ გინდა უბრალოდ ეგრევში ჩაგითრევს და იქიდან აუ მოდის გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი საჭირო რაღაცა ხდება ამ თვითონ ამ гаджеტში და ამის გინდა რაღაცების ინფორმაციის მიღება, კარგისაც გინდა სამეცნიეროსი, გინდა უბრალოდ გამახალისებელი, მაგრამ მაინც ის არის რა დიდი ან პატარიანი ყველანი მიჯაჭულები ვართ და აი თუ ჩვენ თვითონ არ დავაბალანსეთ, რომ რაღაცნაირად აი რა შენ თქვი ხანდახან მაინც ზუმაუთი არ გავაკეთეთ, მაშინ წაგვიღებს და ჩაგვითრევს. ამ უნივერსიტეტის რამდენიმე welcome party-ზე მაქვს, თუ არ ვწდები კი და არ ვწდები, მე მგონი ნამღერ დაკრული ნაგულავები და ძალიან პოზიტიურად მახსოვს ეს ყველაფერი. აი ამიანად, ლოგოიანად და რაღაცა კარგი სტუდენტები და რა მაგარი თაობა მოდის ის? ძალიან. აი რანაირი რა კარგი თაობა მოდის. მაგითი მე ამაყება და ცოტა წყნარად ვარ რა ამ მიმართულებას რო ხედავ რა ნებისმიერი ჩვენ შემდეგი თაობა არის საერთოდ ვისთვისაც და რისთვისაც ღირს ხო რამე თუ გვიკეთებია ჩვენ შვილებზე არ არის მარტო ჩვენი შვილებიც ცოტა ხანში უკვე სტუდენტები იქნებიან ხო მაგრამ აი ესეთი ახალგაზრდობა მოდის და მოსულია უკვე რომელზეც აი წყნარად ხარ რა ყველანაირი აზროვნებით ყველანაირად სწორად დალაგებული და ღია სამყაროს მიმართ რა მე ეგრე ვხედავ რა ვიცი და სწავლაზე ორიენტირებულებიც აი ყველაფერი კარგად ძალიან სხვანაირებიან ჯერით ძალიან სხარტები არიან ძალიან სმარტები არიან მე კიდე რა არის იცი რომ აი სუ ბიჭო ნერვები მეშლებოდა ხოლმე იმ ხალხზე რომელებიც ახალგაზრდებს აკრიტიკებდნენ იმას რატო აკეთებს ამას რატო აკეთებს იმას მათ შორის თუნდაც ერთ აზრზე მყოფი ადამიანი უბრალოდ ხო შეიძლება რომ ერთ აზრზე იყოთ ერთ დიდ ამბავში მაგრამ ერთი კონსერვატორი იყოს მეორე ლიბერალი იყოს და ასე შემდეგ ხო მთელი ეს ძალა ადამიანების რომლების დღეს უკმაყოფილოები ვართ და პროტესტი და ასე შემდეგ არის ძირითადად ის რომ მრავალფეროვნება ასეცაც ნახავ ისეცაც ნახავ ის ნარატივი რომ აქ ერთი სასწავლი და იქ ზედ გამოჭრილი ანუ copy paste-ით ყველა ეგრე არ არის
და მე ის იმით ვარ აქტოვანებული, რომ აი როცა მისაუბრია მათთან რა, ჯერეთ იყო ყოველთვის არგუმენტი აქვს, ანუ ფაქტურად არ ჭორავობენ არასდროს რა. არა, ხო, დალაგებულად. შეიძლება არ დაგეთანხმოს, შეიძლება კი უფრო არ დაგეთანხმოს, შეიძლება ბევრ ამაში, მაგრამ ყოველთვის აქვს არგუმენტი რა. ეს არის მნიშვნელოვანი და თან კიდე რაღაცნაირად ისეთი ჭკვიანები არიან, ბიჭო, ბავშვმა დამილეკა 15 წლის ბავშვმა დამილეკა რა, ეხლა ხანს და ვიღებ ყურმოს და მეთქი ალო, გამარჯობათ, რომ თქვენთან ბარტერი მინდა. მეთქი ბიჭო, ვიღაცა მიღადავება ეხლა რა და მეთქი შვილო, რა ბარტერი მეთქი ვეუნებით. მოკლედო, ეხლა ჯერ ვარ ჩამოსულაო რა, ორ კვირაშიო ჩამოდისო რაღაცეებიო, რაღაც პოსტერების თუ რაღაცის ბიზნეს ვიწყებო. ხო და თქვენო გადმოგცემთო საჩუქრათო და თქვენ რო დადოთო ესო და რაღაცა და ბიჭო ფიქრობ მეთქი მივხვდი რომ არ იყო რა, არც გადაობა რაღაცა ესა და მეთქი რაზეაც, მაგრამ ისეთი ბავშვური ხთან ტელეფონში კიდე უფრო მეთქვის რა ყოჩაღ რა და ეხლა ჩემ შვილებსაც რო უყურებ, ანუ ძალიან სხვანაირები არიან და ასაკის მომატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტად ხვდები აი ამ როგორ ახლოსაც არ უნდა ვიყოთ ტიპებთან და ჩვენ თვითონაც როგორი აი ისეთი ტიპები არ უნდა ხო ეხლა ცოტა ახალგაზრდული ტიპები ვართ ვიღაცები შეიძლება გვიყურებენ რომ ვერ არიანო რა ანუ ავერ გაიზარდე და რაღაცა მაგრამ მაინც აცდენილი ვიქნებით ეხლა ჩვენ შვილებთან ყოველთვის მე აი მაგას ვიზახდი როცა შვილი გამიჩნდა ხო სოფო მითხრა ანუ ეს ლაპარაკობდი სოფო მეთქი აი ამის ყველაფერზე ნერვიულობ ეხა რო გაიზრდება მე იმეს და ესეთი ბრძნული რაღაცა მითხრა და იმის მერე ყოველთვის მოვყვები რომ მაგ იდეას მიყვები რომ ჩვენ ვამათო მაინც ვერ დავეწევითო რა ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამათთვის რომ უბრალოდ მხარდამჭერები ვიყოთ რომ უპირობოთ მოდ მივხვდი და მე უკვე რა თქმა უნდა ის აცდენებიც არის, მაგრამ ის კავშირებიც არის, რა როგორც კი მხარდამჭერი ხარ შენი შვილის და შენი ქვედა შენ მომდევნო თაობის, ყოველთვის ეგ სწორი ბალანსი ხდება მე უკვე ურთიერთობაში რა, შეიძლება რაღაცებში არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთი კამანდა ხართ რა, ეგ მომწონს ძალიან. მაგას ვაწვევი ბიჭო, ეხა კითხვი ახალგაზრდების თვითონ კი ეხა ორმა მამამ გაუშვი ბაზარი, მაგრამ ერთს ვიტყვი ბოლოს რომ მეგობრებო რა, ამას მე კაი ხანი ვერ ხვდებოდი რა და მშობლების ამბავში. აი ახლა ახალგაზრდები ხართ და გეხვეწებით, ამ ძალიან კრიტიკულებიც არ იყოთ. რა თქმა უნდა, თუ ფუნდამენტურ რაღაცებს ეხება, თუ თქვენ არჩევანს ეხება და ამ არჩევანს პატივს არცევენ, თუ უარგუმენტოდ, უცერემონიალოდ, უბრალოდ რაღაცას გიგზალავენ, ეგ თქვენი გზაა და იყავით პრინციპულები, თქვენი პოზიციები ყოველთვის გაიტანეთ რა. მაგრამ ბიჭო, მეც რო ფიქრობ ეხა რა, ანუ ეხა ჩემი გოგოები უკვე დიდები არიან, იქ ცალკე ამბებია რომ აი რაღაც. მერე კიდე ბიჭებზეც რო დავფიქრდი, რომ წარმოვიდგე რომ დიდები რო არიან უკვე, როგორი მეგობრები ეყოლებათ, ვინ იქნება მისი შეყვარებული. ან 12 წლის რო იქნება, მეთქი ბიჭო, იქ რო არის, ზღაპარი როა, წინასწარ რო წარმოვიდგეს რომ რაღაც მოხდება და ვაიმეო, მერე ცოტა ეგრეც მემართება რომ მეთქი ეგ მოგდის რა პირველი მეთქი არის ბიჭო და მე ვფიქრობ რომ იქნებ მეთქი ბიჭო სუსტი ხო არ ვარ, რავი რა ცხოვრების ხო არ უნდა მეშინოდეს, მასე მეუთხარი, მაგრამ ის რომ შობელმა ეგ რომ თან აი ეს მიქსი უდიდესი სიყვარულის აი რომელსაც ვერც ერთი ლექსით ვერც ერთი ფილმი ვერ გამოხატავ შენი შვილის მიმართ როგორი სიყვარული გაქვს რა და აი ეს სიყვარული რომ თა რო გეშინია იმიტომ რომ სულ მინდა რომ ის გვერდით აი რო წარმოვიდგენ რომ დიდია და ან ძმაკაცებთან რაღაც მოხდა ან გოგოსთან რაღაც მოხდა ფიქრობ რომ მეთქი იქ არის ეხა აქ ვარ ხო ხტები კი ოღონ ნახე მთავარი გამოწვევა მშობლის რა არის რომ ისე გაზარდო რომ პარალელურად რა იმასთან ერთად რომ შენი თანადგომის განცდა კონდეს მუდმივად ისეც უნდა გააკეთო რომ შენ გარეშე ცხოვრებაც ისწავლოს ხო ეგ არის მთავარი ადრე თუ გია მოუწევს და შენ აღარ იქნები გაიგე და ამიტომ მაგის მომზადება და მოკლედ მაგარი რამეა რა მაგარი სანამ პატარები არიან უნდა ჩაბურჯღნო რომ მოკლედ კაი ეხლა ვანიჩკა ვისაუბროთ შენ თეატრალური გაქვს დამთავრებული ვინც არიცით ვანოს დედა იყო ჩემი ლექტორი მითოლოგიაში და ვანიკოზე მიყვებოდა ხოლმე, მაშინ ვანიკოს არ ვიცნობდი რა, მაგრამ ვიცოდი რომ ვანიკოს დედა იყო და მიყვებოდა რომ იქო ჯარიდანო რომ მოვიძენ და გადმოხტაო და რაღაცებს მახალისებდა ხოლმე რა და ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ ძალიან თვითონ მითოლოგია მიყვარდა კიდე ძალიან ისეთი ლექციები ქონდა და მაშინ ეთნოლოგია და მითოლოგიით ვიყავი გატაცებული, მოკლედ რა და მოდი პირველს რას კითხავ იცი? ყველა მიციან რომ შენ თეატრალური დაამთავრე, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ამ თეატრალურზეც ვისაუბრებთ და იმ პერიოდზე როდესმე თუ გიფიქრია, ან შენებისგან თუ წამოსულა, აი როგორც ჩემებს არ უნდათ ფეხბურთი და სულ ეშინოდათ და მათი სპეციალობით უნდათ რომ წავსულიყავი, შენს თუ გონია, რომ დედა შენს თქვა რომ მოდი რა. აი ეს მაბულინგებდნენ. ხო. კი მე ამსახიობობა ის მეცნიერი ხარ. რო პირველად რო გავაჟღერე, სადღაც მე-9 კლასში ვიყავი, რო გავაჟღერე, მეთქი რა გინდა, თან ისეთი ვიყავი რა, უსწავლელი ბიჭი ვიყავი, ხო, თავარი არის რომ ისწავლოთ, იმდენად მაკლია და სულ მაგას მეუბნებოდა დედა ჩემი სწორედაც რომ აი მერე და მერე შეგეშლება ხელი და მეთქი ხო, მაგრამ აი ყოველთვის
რაც არ უნდა გესწავლა, მაინც ყოველთვის გაკლია სწავლა, მაგრამ მაგას მივაწვეთ რა, ხო და ეგეთი ანუ ბნელი ქვეყანა იყო, მაშინ არც სწავლა იყო, ხალხი ბნელი იყო. ხო, ხალხი ბნელი იყო ჩვენ დროს. ისტორიის მასწავლებელს, ჩემმა ძმაკაცმა თხოვა, რომ იქნება სამიანი დაუწერეთ. აი, ძალიან ისეთი ბნელი და არასაამაყო წარსული მქონდა მაგ პერიოდში. სანამ სკოლაში ვიყავი. ხო და რაღაცა უცებ დავაბრეხვე, რომ რა უნდა გამოხდე, ის მეთქი რა, მსახიობი გამოვა, ან თეატრალურში უნდა ჩავაბარო მე. მთელი ოჯახი იმაში რო არისო რა ქვია, მე ბებიელი და ილარიოში ეს არტისტოზე მინდა და დამცინოდნენ. სახიობა უნდა ვიცი. ხო, ემენა დამცინოდნენ რა. ის იმოქმედა რომ მეთქი ხო, აღარ მინდა რა, ეხლა მოზარდი ხარ რა. და მე სრულიად შემთხვევით გაიჩნდა ეგეთი პონტი, მე ხო არც გამოცდა მაქვს ჩაბარებული, არც არაფერი საერთო ცხოვრებაში რა. შემილია მე მგონი უკვე თქვა. კი, კაცრა. ხანდაზმულობა აქ უკვე ამბავს და დანაშაულის ვადა გასულია. გასულია ხო უკვე რავი 30 წელი ხო გავიდა. ხო და ესეთი ჯგუფი ქონდა საექსპერიმენტო, სხვათა შორის ქეთი დოლიძეს გაკეთებული, ქეთი დოლიძე და ნანა კვასხვაძე და აქვე დავზენ რომ ჩემთვის ამ ადამიანი კი შეიძლება რაღაცა ექსცენტრული რაღაც მე სხვა დამოკიდებულება მაქვს ქეთის დოლიძეს, იმიტომ რომ იმდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრება მაგ ადამიანის და კიდე ნანა კვასხვაძის წყალობით, რომ მოხვდი აქ უნივერსიტეტში, ამაც ექსპერიმენტალურ ჯგუფში რა. გამოცდას კი არ აბარებდნენ, ესე აყავდათ ხალხი და მთელი წელი მაგ გარს პრესად 72 კაცი ვიყავით თუ რასაც, ბოლოს 12 ადამიანი დავჭით, ყოველდღე რეპეტიციები, ის ეჭუდები ისინი, ესენი რაღაც აი მაგარ პრესში ვიყავით. ავტომატურად ვერ გაუძლო ვიღაცამ და ვინც დავრჩით ნაღდად გვინდო და იგყოფნა და შესაბამისად მე პერიოდი იყო ისეთი რომ არ ჩუქი იყო არც გაზი იყო და დავყავდით ხოლმე ან მაშინ კარგი იყო მოსკოვში სპექტაკლებზე ან რაღაც ბევრი ხელა ინფორმაცია იმ ვაკუუმში სადაც მანამდე ვიყავი და უცებ ისეთი ინფორმაცია შემოვიდა ჩემს აზროვნებაში რომ გავიზარდე რა და მე მას მოყოლებული კიდე 1000 უმაგრესი პედაგოგებთან ერთად ვიყავი რაზე მოყვების აღარ მოსწონს არა თუ იმაზე რომ სახში რომ არ უნდათ რომ სახიობი და სრულიად შემთხვევით დავადი თავი და ეგრევე ამათ აღარს ვკითხე პირდაპირ მიხვედი ცოტა ხანი მქონდა გადაფიქრებული იყო და უცებ შემთხვევით გაიჩნდა ეს პონტი რომ რაღაცა ჩემი მეგობარი მოვიდა და ესეთი ამბავიო ედინბურგში მივიდივართო მე ზაფხულშიო და გერმანია მეგონა რატომღაც ხვდები რა სიბნელეში ვიყავი მე და მართლაც წავედით მე ედინბურგში შოტლანდიაში და რა ვიცი ეს ერთი წელი იყო გარდამტეხი ისეთი რომ მთლიანად ჩემი ცხოვრება შეიცვალა გააზრების თვალსაზრისით, აღქმის, ფილოსოფიური თვალსაზრისით, აი საერთოდ ყველაფერი ეხა როგორი ადამიანიც ვარ, დაიწყო მანამდე გაგრძელებული იყო ეს ალბათ ციხეში ან სადმე დავამთავრებდი. ხო, აი ძალიან ცუდად. რატო რა იქნებოდა მაგის იმისეს? იმიტომ რომ იმის კეთება მოგიწევდა რაც არ გიყვარს და მე ამაზე პროტესტი გექნებოდა და 1000 რაღაცა აი მილიონი განვითარება შეიძლება და ყოფილიყო განვითარდა მაინც და მაინც კარგისკენ როგორც ეხლა განვითარდა რა. ნახე მეც რა თავის დროზე ისეთ უბანში გავიზარდე, ისეთ დროს გავიზარდე გესმის და როდესაც აი მომისმენი არა რომ შეელობენ რა და ეხლა სალსახად ხო ვიღაცა თქვათ რომ ან კრიმინალია ან რაღაც ხო ვიცით რომ ეს არ არის კაი ხა რა თქმა უნდა რა ანუ მაგაზე ორი აზრი არ არის იმიტომ რომ კარგი არ არის მარტო იმიტომ კი არა რომ თქვა სხვას უშავებს არამედ საკუთარ თავსაც უშავებს ეს უნდა გაითვალისწინოს ხალხმა რომ შენ თვითონ ხარ მე უბრალოდ ცუდად მაგრამ მიჭის ხოლმე რომ აი ბოლომდე შევდგე თუ რაღაცა იმიტომ რომ ყოველთვის ვიცი რომ მეც შეიძლება და მაგეთ წავს აი გაგვიმართლა უბრალოდ იმიტომ რომ მაგ დროს ესეთი ჩამოყალიბებული აზროვნება და კონკრეტული ის არა გაქვს რა 1000 შენი შიშები გაქვს კომპლექსები გაქვს მე გაურკვეველი გადაწყვეტილებები და რაღაცა ისე წარიმართა ეს გარემოებები რომ გადავრჩით იმ საშინელს და ან იმ უიღბლობას იმ ჩამოუყალიბებლობას და საერთოდ აი რამდენ რაღაცას გადავრჩით უბრალოდ არა მარტო შეიძლება კრიმინალურად არ წასულიყო შენი ცხოვრება. უბრალოდ წარუმატებელი არაფრის მაგნესი შეიძლება ტიპი ყოფილიყო. კი ბატონო, მეც ვიყავი მაგ ზღვარზე რა და სხვათა შორის არა მხოლოდ იმ დროს როცა რაღაცა ხო მე გვახოლმე კი მაგრამ აი მანამდე ცხოვრა ანუ მიჭირს იმიტომ რომ არა მარტო აქ აი თქვათ რაღაცა დოკუმენტური ფილმი მაქვს ვიღაცაზე ნანახი ან რაღაცა თქვათ რომელიმე კრიმინალი მართლა ეგრე არის რომ
ჩვენ ყველანი, აი როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, ყველანაირი ადამიანი საბოლოოდ მაინც ჩვენ ვართ ყველანი. ხო, ჩვენი ანარეკლები არიან ეგენი, უბრალოდ რაღაცა პარალელური ცხოვრება გაიჩიტა, თორე სიტუაციამ როგორ გაშეცვალა, თორე ყველა ერთნაირი შაბლონით ვართ სინამდვილეში. ეგრე ვართ ყველანი. ამიტომ მიჭირს ხოლმე, რომ აი ბოლომდე ვიღაცა შევდგე, რომ აი ცუდი ადამიანი, მე კაი მიჭირს რა, იმიტომ რომ ყველაში ჩვენში რაღაცა ბნელი dark side-ი არის. არის ის თეორია ადამიანი თუ თეორია რა, ანუ ხრიკი ადამიანი თუ გაღიზიანებს ძალიან ეგ შენ თავს თან გასაცილება ხო? ანუ შენი თავის სხვა ვერსია? ხო, ეგეც არის, მაგრამ ეგ ხრიკი როგორ არ უნდა გაღიზიანებდეს რა? ვიღაცა თუ გაღიზიანებს და აი რაღაცნაირ მაქსიმალურად, უნდა უცებ წარმოიდგინო ის არის ბავშვი. ხო. ანუ პატარა როგორიც იყო რა და იქიდან აწეპებული ეს სირთულეები და რაღაცები იქმნის ამ ადამიანს, რომელზეც ახლა შეხიზიანებდები რა. აი ეგ არის ერთ-ერთი ხრიკი, რომ ადამიანები არ გძულდეს რა. კი და ერთ-ერთი ხრიკი და ის Waterboy რო იყო, გახსოვს ადამ სენდლერი რო თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს რაღაც. გახსოვს მან ერთი პონტი იყო, კარჩე მან. არა, მახსოვს. პონტი არის ეგეთი, რომ ვიღაცა ბიჭია, რომელიც წყლის მიმტა Waterboy-ის ეძახიან, აი ესე რა, ამერიკულ ფეხბურთის გუნდს წყლის მიმტანი იყო და მოკლედ დაიწყებს, შემთხვევით ისე აღმოჩნდა, რომ მაგარი ყოფილა ფეხბურთში და დაიწყება შიშირუ აქვს ვიღაცის რა, რომელიც ეშინია და ვერ გადაულახავს და როცა იმას ხედავს და ის შეხედავს, ვეღარ ტოკდება მოედანზე, ისე გლიჯავს. და მოკლედ წნელი მივა და ვიღაცა იტყვის, რომ აიო, შეხედეო ამას როგორც 2 წლის არისო რა და ამას ფანტაზიას და მე რო ტირის ეგრე ხედავს იმას ბავშვს რა. მაგშიც გადალახავს. ხრიკი არის. კი, კაი ხრიკი. ერთ ხრიკზე გეტყვი კიდე და მაინტერესებს რახან მაგ თემას შევეხეთ. არც ვიცი ლირიული გადახვევა იქნება თუ არა, იმიტომ რომ თლიანად ლირულ გადახვევაში ვართ, ასე რომ თავიდან ეგრე შემოვუხვიეთ ჩვენ. ეგეთი ექსპერიმენტი ნახე ბიჭო, სადღაც რაღაცა ისეთი არაფერი არა, ძალიან გაბაზრებულია. ის რო არა, ანუ აკვარიუმში რო აკეთებენ, აქეთ რო ისეთი თევზი რო არა ქვია ამას, რო ჭამს ყველას და იქით რო ისინი და შუაში რო ჩაუდგავს. შუშას რო ჩაუდგავს. შუშას რა გამჭირვალე შუშას და ამას ხო უნდა რო შეჭამოს ესენი და კაი ხან ვერ ჭამს რა და ეჯახება და დანებდება ხო. და ამდენ ტიპი მოკვდება შიმშილით ეს თევზი. მაგრამ იმდენად ახსოვს რომ იქ იყო გამჭირვალე შუშა, ბარიერის ისა აქ და ეგ არის მაგალითი იმისი რომ წარსულში მომხდარი ტრამვები და წარსულში მომხდარი იმედგაცრუებები და რაღაცა გარკვეული მოცემულობები დღეს უკვე შეიძლება ობიექტურად აღარ იყოს, მაგრამ შენ ცხოვრობ შენთვის არის ისა ხო? ხო და ეხლა რახან ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით, აი ეგ არის რომ წარსულის რაღაცა და ჩვენი მსმენელიც და მაყურებელიც ალბათ ამას გაითვალისწინებს, რომ არ შეგეშინდეთ რა. წარსულში რაღაცა თუ არ გამოვიდა და წარსულში თუ რაღაცა შიშები გქონდათ, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით, ეგ არ ნიშნავს, რომ ეხაც ეგრე ხართ რა. ის რთული ამის განხორციელება პრაქტიკაში, მაგრამ ჩვენთვისაც მათ შორის რაღაცა თეორიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მართლა საინტერესოა. ცუდად აუცილებლად ღირს, იმიტომ რომ სხვანაირად გავიჭედებით ისევ იმ ადგილზე. როგორ იხსენებ შენი თეატრალურის პერიოდს? ანუ საბოლოო ჯამში რომ დაფიქრდე და გაიხსენე, სულ ყველას ვეკითხები ხოლმე მაგას, იმიტომ რომ პირველ რიგში მაინტერესებს ხოლმე ემოციური ხმა როგორი. აი მაგალითად რომ გახსენდება შენი ბავშვობა ხო რაღაც კონდიცია გაქვს რა. და თეატრალურზეც ახლა რა თქმა უნდა შეიძლება ცუდიც იყოს, კარგი, მაგრამ აი უფრო რომ გადახედო აქეთა გადმოსახედიდან რა, ანუ აი როგორ გახსენდება? ძალიან კარგად. ანუ საბოლოოდ გახსენდება ტკბილად. აბა რატო დავა? რატო? ესე იგი, ისევ იმ თემას დაუბრუნდები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრება მანამდე და მერეს შორის, რაც გავხდი დაუშვათ ამ ჯგუფის სტუდენტი. ჯერ ერთ-ერთი აქედან დავიწყოთ, რომ შრომა და თავდადებული შრომა მასწავლეს, არა უბრალოდ შრომა კი არა. ვისწავლე, ანუ რას გიყვარს, იმის მერე მაქვს და შენ კარგად მიცნობ, ან რაღაცაზე არ თანხმდები, ან თუ თანხმდები, იქ აი როცა გავიხევი და ბოლომდე 100% ეგ ვისწავლე იქ. ეგ სულ გამოსადეგია ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სხვანაირ პრინციპით, რავი, თუ რჩევას ვინმე გაითვალისწინებს ჩემსას, ვეტყვი რომ ან არ გააკეთოთ რასაც აკეთებთ, ან გააკეთეთ 100%-ით. რა, ეგ არის ისეთი რა ვიცი აუცილებელი ნებისმიერ საქმეში. მე თან წარმოვიდგინე გამიმართლა თქო რატო ამბობ, ჩვენ პირველივე კურსიდან ესე გაგვანებივრეს, რომ დავყავდით სულ სადღაც სამოგზაუროდ. ჯგუფები, ოღონდ სამოგზაუროდ ეზე პროსტას იმაში კი არა. ჩვენს საქმეში და სპექტაკლებს ნახულობდით, იქ ლონდონში ვნახულობდით, იქ რაღაც ნაციონალურ თეატრში ვნახულობდით. აქ ერთ ბაბლში არ ვიყავით რა და ძალიან ფართო მასშტაბიანი აზროვნება გაგვიხდა ყველას. ამ ჯგუფს, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი დავყავდით ამ ორ ადამიანს რა, ქეთის და ნანას. ეს იმხელა რაღაცა მივიღე ცალკე აღებულად ეს რა მაგარი. მე იქ ურთიერთობა სხვა სტუდენტებთან, იქაური, ანუ ბევრი რამე შევიძინე რა და რაც თავარი აქ ვისწავლე და დღემდე ეგ მევასება ამ პროფესიაში და იმიტომ ვერასდროს ვერ შევცვლი, რომ ჯადოსნურობა რა არის ამისი.
კონკრეტულად თეატრის რა კინოს მე ყველა ჩემი პროფესია მიყვარს იქ რაღაც ტელევიზიაც ყველაფერი მიყვარს მაგრამ ამას კონკრეტულად თეატრის მსახიობობას არ აქვს ალტერნატივა არანაირი ამას თუ დაანებებ თავს და მე ვეუბნები ადამიანებს ვისაც აი გაუჭირდა რაღაცა და უნდა იმას საქმეს მოუწია რომ სხვა პროფესიაში გადავიდეს ერთი სპექტაკლი მაინც დაიტოვე იმიტომ რომ ისეთი დაუკმაყოფილების გზნობა გეჭითება რომ იმაში გირტყამს რა თვით შეფასებაში გირტყავს იმდენ უალტერნატივო რატო ეხა აქვს ერთადერთი პროფესია სადაც თერაპიას გადიხარ რა ყოველ დღე რაც არ უნდა გჭირდეს რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ ომი იყოს გაჭირვება იყოს სიხარული ნებისმიერ იქიდან რომ მოდიხარ სულ ცოტა ხანი მაინც სულ რო ცუდი მსახიობი იყო რა სულ ცოტა ხანი მაინც შენ ცდილობ ვიღაცა სხვა ადამიანი იყო შესაბამისად რაღაც მომენტში შენი თავისგან ეს თელი სტრესი პრობლემა რაღაცები ცოტა ხნით გადის ეს იმხელა სუნთქვა იმისთვის ამოსუნთქვა შენი ფსიქიკისთვის რომ ანუ ძალიან გეხმარება ოდნავ კიდე თუ იმას რა ქვია ჭუით მოიხმარ ამ მოცემულობას საერთოდ მაგარი რამე არის რა შენ გულისხმობ უშუალოდ სპექტაკლს და იქ რო იხარჯები და რო იხარჯები ხო ანუ ის გაცვლები ენერგიები მე ნახე წარმოგიდგენთ სტრესულიც ხოა სტრესული არის კაცო სტრესი ნახე სტრესი დადებითი შეიძლება იყოს უარყოფითის ბაზარია სტრესი არის რომელიც ჭამს და ვაბრედინეთ მაგრამ ეს სტრესი რომელსაც მე გამოვიყენებ ხო ზუსტად ეგეთი რაღაც არის სპექტაკლის აი როგორ უხსნი ხოლმე ადამიანებს ვისაც თეატრი არ უყვარს ხო ნახე როგორი პონტია რომ მიდიხარ ჯერ პირველი ეტაპი არის მაყურებელი ცუდი სპექტაკლია კარგი სპექტაკლი მაგას არ აი ბანძის სპექტაკლიც რო იყოს გამოდიან მსახიობები და იწყება პირველი ეტაპი არის გავიგოთ რა ხდება ნუ რა ჟანრია ვინ არიან რას გვთავაზობენ ეს ადამიანები რაღაც მომენტში ყველა მთელი მაყურებელი უკვე ეთანხმება ანუ შეიძლება ესეთი ადამიანები თამაშობენ რა ანუ ესეთი სამყაროს გვთავაზობენ თავიდან ხა მომწონს არ მომწონს მე ბაზარი არა მაგრამ უკვე ვეთანხმები ამ მოცემულობას ამას ესეც სამყაროს გაჩვენეთ აბა კაი გვაჩვენეთ და მე რაღაც მომენტში ცუდია თუ კარგია სპექტაკლი მაინც ყველა ეს ადამიანი მაყურებელი და მსახიობი არიან ერთ ტალღაზე რა ერთი ენერგია არის ერთი ვიბრაცია არის ყველაფერი და მაყურებელიც კი თერაპიას გადის გინდა არ გინდა რა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი მაგიტომ მევასება ეს პროფესია რა ეგენი ვისწავლე იქ ჩემი სტუდენტობის დროს და მე ცხოვრებაშიც აი იმიტომ არის ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი და ვერასდროს ვერ წამოვალ მაქიდან ისე სხვათა შორის აი მეც რომ მიფიქრია ანუ რა ხა მე ხო არ მაგ დამთავრებული ანუ არ მქონია თეატრთან შეხება არ მქონია არა მაგ დამთავრებული თეატრალური არ მქონია რეპეტიციები თეატრში თუმცა უმაგრესი მსახიობი ხარ ეგ კიდე ცალკე თემა მაგრამ ნახე ერთი რამე სულ ფიქრობდი ბიჭო ბავშვობიდან იმას რომ ჩემთვის ყოველთვის სახეობა რაღაცნაირად დანისთანაც მილაპარაკია მაგ თემაზე ის ცოტა სხვანაირად ფიქრობს რომ აი რელიგიასთან ვავლებდი ხშირად პარალელს და რატო რა ზუსტად იმიტომ რომ შენ რო არის აი ნატკის ხო მარტო ფრაზა ხო არ არის არ განიკითხო ან რაღაც ანუ რეალურად რელიგიაშიც იმისათვის რომ არ განიკითხო ასე ხა მექანიკაზე ხო ვერ დაიყენებ იმას რომ არ განიკითხო რატო არის რომ მაგალითად თუნდაც ნეგატიურ როლებს რო თამაშობენ ან მანიაკს თამაშობენ იმას სახიობს ნეგატიური პერსონაჟიც უყვართ რა. კი, კაცო, გიყვარდება, იმიტომ რომ ისე უნდა შეისწავლო ის ტიპი და მე ვეღარც განიკითხა უკვე. ვეღარ განიკითხა, იმიტომ რომ შენი ნაწილი იმიტომ რომ ბავშვად ხედავ, როგორც წაგავი ლაპარაკი რა. და ამოცანაც არის ეგრო. ის არ განიკითხო, იმიტომ კი არ არის რომ უბრალოდ არ შეიძლება ქაქა, ეგ ხო არ არის, ანუ მაგაში მოცემულობები ისე დაემთხვა რომ ეგეთი გამოდგა. იფიქრე იმაზე რომ შეიძლება იმას ისეთი რამე აქვს გავლილი და შენ როცა რაღაცა როლს თამაშობ და იქ ბავშვობაში მისი მიღებული ტრამვები 6-დან 9 წლამდე იცი რომ მაგალითად კამრით ურახუნებდნენ და სკოლაში აბულინგებდნენ და მერე გადაიქცა ამათ ის ადამიანი ვინც ასე არ შეისწავლის ამას მისთვის ეს რა თქმა უნდა ნუ ეხლა შედეგია მარტო მისთვის ზედაპირზე რაც არის და იმის ქვემოთ რაც არის და ამიტომ ხშირად მომდის რელიგიასთან ეგრომ ანუ აი ეგ არის ვეღარ განიკითხავ მე როგორც კი გაიგე რაღაცა სტუდენტური კინოფილმების ფესტივალის იყო თუ სად აი ძალიან ადრე მაგ ნანახი და ერთხელ მაგ ნანახი და თუ ვინმეს გაქვთ იქნება ჩაგვიგდოთ რა გავგიჟდი მაგ მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ვაფშე ტექსტი და დიალოგი რამე კი არ არის. არის ძალიან საყვარელი ბავშვი, აი ქერა
ბიჭი რა ის აი უსაყვარლესი პატარა რა ვიცი 3 წლის 4 წლის სკოლაში როგორ დადის და მე ის არის რა ქვია მარცხენა ხელით წერს თუ რაღაცა და მაშინ როგორ ექცეოდნენ ხო რაღაცა ურტყავენ ამას ურტყავენ არ იმაშება ესე რაღაცა ძალიან საყვარელია და გული გიკვდება ამაზე რა თქვენი დედავატირია ეხა მით უმეტეს რომ ეგ ხო ტრადიცია იყო კაცო ხელით გიყვავდნენ რომ იმას გიქნა რა ქვია რა შუაშია კაცო მე მარცხენა ხარ ანუ მარჯვენას დაწერ და მე არის რომ ამას რა ვერ გადაუკეთებენ რა ამას ერთ ეს მოკლე მეტრაჟიანია და უბავენ რა ხელს რა ესე რო არ იმას აკეთებს და ფანჯარასთან დგას ესე რა და რაღაცა და ცოტა ხანში მუსიკა ჩადის და გიტლერის ისინი მოდის რა ლაპარაკის ჩანაწერები რა ანუ ესე ხო იდგა რაღაცნაირად გიტლერი გაზარდეს ამ რა მაგარი აი ერთ რავი 10 წუთიანი არის თუ რაღაცა 7 წუთიანი მოკლეფინიანი ისეთი მაგარია და ოღონდ ძალიან გიყვარს ეს ბავშვი რა აი რო თქვენი დედავატირე რასერჩით ბავშვი და კარგად არის რა კარგად ატიესდია ჩრდილია და გიტლერი ესე დაბადეს ანუ აზრი ეგრეა ჩვენ ვხდით მათ ეგეთებად როგორი საზოგადოება სოციუმი დასროლილი სიტყვები შეძახილმა ხე გაახმოთ უილა კი არა ის რო არის ხო იმაზე იყო რა ქვია ერთი რაც მახსენდება კიდე აი თქმულება იყო რა ანუ ფიზიკური ნაკლი რო ქონდა აი რა ქვია მას კუზი მოკლედ კუზიანზე იყო რა ანუ მაშინ ხო ეხა ესე შუა რომელი წელი იყო ბრიტანეთი რაღაცა მე-19 თუ მე-20 საუკუნეა თუ რაღაც ეგეთი არ მახსოვს და ეს იყო მე მგონი რაღაცა იურისპრუდენციაშიც არ ვიცი ისწავლებოდა თუ არ ისწავლებოდა მაგრამ ჩემი ერთი მეგობარი მეზობელი იყო და იმან მითხრა რომ ეგეთი кейსი იყო ადრეო რა ლეგენდა თუ არა არ ვიცი რომ ერთ-ერთ ლორდს მოკლავს ეს კუზიანი მოკლედ ეს ფიზიკური ნაკლი რაც აქვს ტიპ დაბრიდავს რა როჟას და მე ანუ როცა სასამართლოა რა ნუ იყო პროკურორის სიტყვა რომელმაც თქვა რომ ლორდი ამ ხელაკაცია ამან ის როგორ მოკლათ თემას უნდა ჩამოხრჩობა მთელი ამბავი და ნუ შემდგარი кейსია და ხა ადვოკატი ძალიან წამგებიან როლში ახლა რა უნდა ხო და ნუ ეუნება რა მოსამართლეს ხო თქვენო უდიდებულესობა გისმენთ რაღაც თქვენო ბრწყინვალება გისმენთ რა თქვენო უდიდებულესობა გისმენთ და კაროჩ 40-ში ეტყვის თქვენო უდიდებულესობა და უკვე მე 30-ზე როა თუ რაღაცაზე ეს მოსამართლე ამას ურახუნებს და გაუქანებს გაწითლებული სახით რა რომ და ეს ეუნება რომ აიო მეო ნახეთო 40-ში დაგიძახეთო თქვენო ბრწყინვალებაო თუ რა თქვენო უდიდებულესობაო და რა დაგემართათო და ამას 40 წელი კუზიანს ეძახო რა და შესაბამისად ეგრეა ანუ რთულია რა და ჩვენ არ ვიცით თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ როდესაც ქუჩაში რამე მოხდება ან შენ გემუქრება ან ემოციური ბმა გაქვს ვინმესთან შულთან რაღაცა ჯვარი წერი რა თქმა უნდა მათ ვერ იქნები ეგეთი ხმა და ფილოსოფიური რა იქ ადგები და შევა რაღაცა დაუშავო მაგრამ რა თქმა უნდა მაგის იქით აი ესე რომ უყურებთ და ფილოსოფიურად რომ ვიჟელოთ ეგრეა რა და არ მოსულა რა ეხაც რაღაცა ბიჭო ფილმი ნახე არ ვიცი მაგ ფილმს რა ქვია თუ ვინმე მიცით მე კომენტარებში დაწერეთ რა რაღაცა გოგო არის ესეთ მოაზიელო თუ რაღაცა თუ ფილიპინებიდან არის არ მახსოვს რა ადრე რო იყო ეს თან ბრიტანეთში ისეთი რელიგიური ისინი რა სასწავლებლები თუ რაღაცა და ნუ ეს მასწავლებელი ჯოხი უჭირავს რა და ამ გოგოს რაღაცა შეეშლება რა და აი რა დღეში აქ იცი ხარ დგაბ უტყავს ეს და ბოლოს კაროჩე ეს გოგო რაღაც თავის ენაზე იტყვის ამ თავის ენაზე რო იტყვის ეს კიდე უფრო მეტად ეს ენა აქ არ გამაგონო თუ რაღაცა და დირექტორი მისი რა ქვია სასულიერო არ ვიცი აკადემია თუ რაც არის მოკლედ თუ ის არის სწავლებები სადაც მიდის იქ იბარებს ამ ქალს და იმას ოღონდ მოსულები არიან როგორც ეს გოგო საშინელი დამნაშავე რა რომელმაც დედაო ამ მდგომარეობაში ჩააგდო იქაური იმის და ეუნება რომ მანახეო შენი ხელები ამ გოგოს ხელებს რომ ნახავს ანუ ეს ტიპიც ისეთია მკაცრია რა და იმას ეუნება იმ ქალს რა პედაგოგს რა რომ მომეციო ერთ წამი ხელებიო რა და ურტყავს ეუნება ხო და თან ილოცეო ეუნება რა ის ჩვენი ლოცვები რაც არისო და რაღაცა და დაიწყოს ეს ქალი ლოცავს მაგრამ თან ურტყავს არ გაბედო და არ დაგავიწყდესო იმიტომ რომ ეს ხომ მაგას უკეთებდა ურტყავს და ბოლოს ისე ურტყავს ის გვერდზე რომ გოგო ეუნება რომ გაჩერდიო ხო აღარ ხო ეუნება ხო ხედაო ისევ ამან დაგიცვაო რა და რაღაც ამიტომ ეგ შენი თქმის არ იყოს ბევრი მაგალითის კიდე მოყვანა შეიძლება რომ აღარ გავაგზავნოთ როცა სოციუმი თვითონ ქნის ესეთ ტიპებს ამიტომ სოციუმის ხალხო თუ გვინდა რომ ნაკლებად იყვნენ ეგეთი ტიპები რა ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ აი თუნდაც შეძლებს და გვარად ეხა იდეალურები არავინ არ ვართ ისეთ რამეს ნუ ვეთქვით ადამიანს რომელმაც შეიძლება აი მართლა ძალიან გააბოროტოს რა იმიტომ რომ ისევ ჩვენთვის ხდება აი ყველაფერს რო თავი გაანებო ხო ისევ თუნდაც საზოგადოების ჯანსაღისთვის სიჯანსაღისთვის დაცულობისთვის და საზოგადოება ხო მაშინ ხარ როცა რაღაცა ერთად ფიქრობთ სოციუმზე რომ
რაც შეიძლება უფრო კარგი განათლების სისტემა იყოს თუნდაც, რაც შეიძლება უფრო უკეთესად მოიქცეთ ადამიანებს. საერთოდაც ეხა იმ ცუგებზეც რო ერთი ამბავი იყო, მიუსაფარ ცუგებზე და რაღაც მე ესე უყურებ, რომ ჩემთვის არა მარტო ცუგების ამბავი, ზოგადად უფრო, საზოგადოება ჩემთვის არის ძლიერი და ჩემთვის ავტორიტეტი იმ საზოგადოებას აქვს, სადაც მასზე უფრო სუსტებს და მასზე უფრო დაუცველებს, როგორ ექცევიან. ეს არის ჩემთვის საზომი რა. ანუ ყველა ნორმალური საზოგადოება იცავს ამ ადამიანებს, ხოლო ყველა ისეთი საზოგადოება, რომელსაც აკლია ცოტა განვითარება, ეგეთ ადამიანებს ჭყლიტავს, იმიტომ რომ ძალა აღმარცხნავს და ეგ თემა. კაი, ჩემ სპექტაკლებზე როდის უნდა მოხვიდე ის? როცა მეტყვი მოვა. ისე მის სპექტაკლზე არ ვარ ნახე. არ ხარ ჩემ სპექტაკლებზე. ერთადერთი რომელიც სპექტაკლი კი არ იყო, ერთი მახსოვს რო ვიყავი მაშინ ძალიან მომეწონა მე მანამდე ესე არ ცხოვრობდა არც სპექტაკლი მაინტერესებდა და არც ისე ხარ რა არც ეხა არ დავდივარ დიდად მაგრამ მაშინ საერთოდ რა ანუ სახეობა კი მომწონა მაგრამ უფრო კინო რაღაცა და ერთხელ ბიჭო ვარ სადღაც და ფესტივალი იყო რა იმისი მოკლემეტრაჟიანების თუ რაღაცა იქ რო გაიტანეს ბევრი ჩხიკვა გაიტანა და შენ იყავი ნიკა მაჩაიძის ფილმში ანუ მუსიკაში ჯერ მეთქი ამას ეგეთი кайხმა რანაირად არ მქონდა ანუ ტენორებით უბერავდი და მე ისეთი ის იყო მე თან ნიკასთან ახლობლობდი რა მაშინ განსაკუთრებით და აი ძალიან ბევრს იცინე და მე ყვებოდა გადაღებებზე ხდებოდა რაღაცები ხო და ეგ დამიერიქეს დღემდე ჩარჩენილი ის იყო რა ქვია რა ეგ რო ნახონ თუ რამე თბილისური love story თბილისური love story მეგობრებო ჩაწერეთ ნოველები არა როგორ არის გიომ გელაძის სცენარი არის და ჩხიკვა ჩვენმა ირაკლიმ გააკეთა ეგეთი პროექტი რომ ვინც კი ჯიგარი ჩვენნაირი რეჟისორი იყო, ყველას თავის ვერსია უნდა გადაიღო რომელიმე სცენის რა. და ძირითადად 2 თუ 3 სცენა იყო ხოლმე და ყველამ თავისი ვერსია და თავის ჟანრი და დოკუმენტური სახე აქვს მიცემული. შეიძლება ეხლა ვიღაც ესე ვერ იკაიფო, მაგრამ ძალიან კარგი პროექტი იყო და რას ყვებოდი, ხო? და ნიკამ დამირეკა და ნიკამ დატუშემ რომ კაროჩე ისო ოპერის მომღერალი გვინდაო რა, მაგრამ უარს გვეუბნებიანო ამ ფრაზას არ ვიტყვითო. ანუ იქ მღერი ვარ ამას მღერი რა თუ დაადებთ ან არ დაადებთ რა ვიცი ხო ხო და მეთქი ამას რას ვიზო რა პრობლემაა ერთი კითხვა კიდე რაც მაქვს მე მახსოვს ერთხელ ვიყავი ჩემ მეგობართან თამარ მარგველაშვილია ეგეც და მისი მამის სახელი არ მახსოვს მაგრამ როგორც მახსოვს ანუ იყო ოპერატორი რა რა მნიშვნელობა აქვს ამ სფეროსთან არ იყო შორს ფოტოებსაც ფოტოგრაფიც იყო ოპერატორიც იყო და ერთხელ რომ საუბრობდით იმაზე რომ არის თუ არა კრიზისი საქართველოში ფილმების კუთხით, ანუ აი ვინ გადაიღო ბოლოს კაი ფილმი თქვა, ან სამსახიობო, ანუ მსახიობები არიან თუ აი ეხა სუხო იმას ამბობდა ხალხი რომ რა მსახიობები ყავდა რამხელა ის გვაქვს განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროინდელი ბერიკაშვილი მთელი ამბავი. ეხა რატო არ არის ესე და რაღაცა ხო? მაგრამ ბევრი მიზეზებზე ვილაპარაკეთ, ამაზე ერთი მიზეზი არ არის ხო ეხა, მაგრამ ეგეთი რაღაცა თქვა რომ პრობლემა იმაში კი არ არის რომ მსახიობები არიან თუ არ არიან პრობლემა არის რომ პედაგოგები აღარ არიან რა პედაგოგები აღარ არიან ხო და პედაგოგი არ არისო ეს უბრალოდ მარტო ის რომ ვიღაც შენ იცი ბევრი და სხვა ყველაფერს განაპირობებს ხო რა თქმა უნდა ყველაფერს განაპირობებს შემდეგ არის ეგეთი ანუ შენი აზრი ამაზე ეხლა როგორ არის იმიტომ რომ ის ლაპარაკი იყო 15-18 წლის წინ შენ ეხლა როგორ უყურებ კიდე არის თუ არა ეს დეფიციტური პედაგოგიის საკითხი მით უმეტეს თქვა ციფრულ ონლაინ შეგილია ბევრი რამე და ანუ ამან ჩაანაცვლა თუ აი ერთი და მეორე რაც მაინტერესებს არის ის რომ შენ თუ ყავდა ვინმე გამორჩეულად საყვარელი პედაგოგი რა შენ კი ახსენე უკვე მაგრამ მაინც კი მე ისეთი პედაგოგები მყავდა რა აი მერაბ გეგია იყო კიდე ნათელა ურუშაძე იყო თეატრმცოდნე ანუ მაღალი დონის პედაგოგები მყავდა და თვითონ ნანა კვასხვაძეც ძალიან ესე სპარტანულად გზრდიდა და ბევრი რამე ჩამომიყალიბდა. გარდა ამისა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე მიხაილ მარმარინოსი ეს ბერძენი რეჟისორი იყო. ეგეც კეთილ ჩამოგვიყვანა სტუდენტების გვათამაშეს იქა და თეატრის ხო თეატრის უამრავი სკილი შევიძინე რა როგორც პროფესიული ასე მიმართულება ანუ ჩემთვის ძალიან გამიმართლა მაგის თქვა მინდა რა ბევრ ნაწილში ეხლა პედაგოგებს რაც შეეხება არ ვიცნობ და ანუ შესაბამისად ვერ გავკადნიერდები და ვერ შევაფასებ მათ არ მქონია რა ურთიერთობა თუმცა ერთის არსებობს განსხვავება ჩვენსა და ეხანდელ სტუდენტებს შორის რომ დღეს ინფორმაციის მიღება ძალიან ადვილად შესაძლებელია და ძალიან ბევრიც და თუ სწორად და გუმანიც გაყვა და ინტუიციაც და ის შესაძლებელია რომ უფრო სუყეთ მიიღოს ისა რა ქვია განათლება ვიდრე დავუშვათ მან ხო ვიდრე ერთი მასში იყო მოქცეული
ეგ არის კი ხო რა ანუ იცი რა არის აი ერთი ეგ არის რამდენი ეხა უკვე ისეთი საშუალებებია რა გითხრა ეხა ელემენტარულად აქ რო რაღაცა თქვა შენ თავზე იმუშაოდა მაგალითად ტელეფონით გადაიღო და გააგზავნო შეგიძლია რაღაცა ძალიან ისეთ იმაში ბაზაში ჩააგდო ან ბოლო ვიღაცას კასტინგი აქვს თუმცა თუ მაცბეროში ხარ იქ პროდიუსერი თუ ყავს ან რაღაცა მაგრამ მე ბევრი ინფორმაცია შეიძლება იყოს რაღაცა ძალიან დიდი ფუფუნება მაგრამ შეიძლება იყოს ასევე ძალიან დიდი პრობლემაც რა თუ ამის ფილტრი არ გაქვს ან გადახარშვა არ იცი იმიტომ რომ ეგეც სტრესია რამდენი ინფო და მე რა მახარებს იცი აი გინდაც თეატრალურ სივრცეში და გინდაც კინოს სივრცეში ქართული ძალიან მაღალი დონის მსახიობები ყავს და მაღალი დონის რეჟისორებიც თეატრშიც და კინოშიც რა ჩვენი თაობაც, ჩვენზე პატარა თაობებიც და კიდე უფრო პატარა თაობებიც, აი ძალიან მაგრები არიან რა. სწორედაც ეგრე, ანუ ინფორმირებულები, გემოვნებიანები და სულ სხვანაირი სამყარო, იმიტომ გეუბნები თეატრებში ხა დაიწყენ ნელ-ნელა სიარული, იმიტომ სულ სხვა თეატრია ეხლა, ვიდრე ხა იქ ძოწენა, იქ შეკვა და ისინი ცალკე იქით ისინი. ერთი რა არის, იცი, აი ყველა სფეროში, აი რავი, მუსიკა გინდა, კონკრეტულად ჰიპ-ჰოპი ის გინდა, ეს გინდა, აი ყველაფერში არის ეს new school-ი, old school-ი. აი ხა რო ავიღოთ თუნდაც სამსახიობო კუთხით. რა თქმა უნდა, ეხა პროფესიაა, მაგრამ მაინც ხო არის რაღაც თაობებს შორის რაღაც განკვეული, თქვა თუნდაც მიდგომებთან მიმართებაში. რამე არის ეგეთი, რომ აი new school-ი, აი და რა არის ეს შენი თაობის მსახიობებისთვის? მე გაგიჟებული ვარ ახალი თაობის, აი ვისთანაც წავედი, თან ეგრევე რაღაცა ინტუიციურად, კაი ინტუიცია მაქვს რა, ეგრევე დავუთანხმდი რა შემოთავაზებას და ახალგაზრდებთან, აი ჩემზე პატარა და 29, 25, 32, აი ამასაკის ცოტა ხნის წინ დამთავრებულები. სულ სხვანაირი სიგიჟით უყვართ ეს პროფესია, ნამდვილი გულწრფელი რა. ცოტა იცი რა იმას თანამედროვე რაშუაშია აი აკადემიურ თეატრებს და რაღაცა უმაგრესი მსახიობები ყველგან რაღაცა და არავის ხელს არ დავადებ, მაგრამ რაღაცნაირი რუტინა გახდა თითქოს აკადემიურ თეატრებში ან რეპეტიცია ცოტა ეზარება ზოგს კაც და ვისაც ეზარება რამეს არ ვაქილიკებ. უბრალოდ დიდი ხნის მანძილზე ამ საქმით დაკავებულებს ზოგიერთს აქვს დაღლის ელემენტები შეინიშნება, გაიგე? და დაღლის ელემენტი ძალიან გადამდებია სხვა მსახიობზეც. რაც არ არის საერთოდ ახალგაზრდებში. გიჟებივით არიან, აი ოღონდ რეპეტიციაზე მიიყვანე, ოღონდ რეპეტიცია ჩაატარებინე, ოღონდ აი ბოლომდე აწურინე, იქიდან რომ, იმიტომ რომ შენც გემართება რა იმაშიც ხარ, აუცილებლად ის ენერგია გადმოგდის, იმიტომ რომ თუ ვიღაცას ეზარება, შენ სადღაც უკვე გეზარება შენს რა. და თუ ჭამენ ერთმანეთს კარგი გაგებით რომ რეპეტიცია იმას, ამიტომ old school და school-ი კაკრას რომ სწორედაც რომ ერთია, იმიტომ რომ მაინც ერთი სწავლების პრინციპი არის. უბრალოდ დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ როგორი აქვს ახალგაზრდებს და ხო რა არის არ მინდა უხეშად გამოვიდა არავის არ იმაშვები ესე არა ფაქტია რასაც ამბობ ესენი უფრო ახალგაზრდები რომ მეტი ენთუზიაზმი აქ არის ის მე ამისგან გავაკეთებ და ჩვენ უკვე ხო ეგ მესმის რა უბრალოდ ხო იცი რა არის აი გაინვესტი ამბობს ხოლმე სულ და სულ მიყვარს ამის გამეორება იმიტომ რომ მე შემიჩნევია ეგ რა რომ და რაც შენ თქვი ეგეც მაგის დასტურია ის ამბობს რომ მე სულ ახალგაზრდებთან ანუ სულ ჩემზე პატარებთან მაქვს ურთიერთობა რა რომ იმათგან მოდის კიდე ისეთ იმპულსები რაც შენ თქვი ჯერ ეს ერთი ეგ და ქაინის ეგ ისედაც არ აკეთებ რომ თვითონაც აი ჰიპერაქტიული იყო მაგრამ მათგან მოდის კიდე სხვა რაღაცა იდეები აი ფრეშ იდეები იმიტომ რომ როგორიც აი ბავშვთანაც ხო ყოფილა რა აი მაგალითისთვის ჯერ ისთან ლაპარაკობ რაღაცაზე მე ვეუბნები ხომ მამა ხედავ აი შენგანაც ვსწავლობ მე რაღაცეებს იმიტომ რომ მისგან იმხელა ინსპირაცია მოდის აი რაღაცაზე უბრალოდ სხვანაირად მაშვებიან რა აყალიბებენ აი მეუნება რომ შავი სპაიდერმენი უფრო გიყვარს თუ თეთრი 3 წლის არის რა რავი მე ვთხარი თეთრი მეთქი რა იმიტომ რომ რაღაცნა ისე ვიფიქრე რომ ანუ მანამდე რაღაცებს ლაპარაკობდნენ და მე მივხვდი რომ რაღაცა თეთრის მიმართ იყო ისე და მე გაუსწორებ რა და მე თეთრი მეთქი აი მაგრამ რო არიციო თეთრი როგორია და მეთქი რავი მეთქი მამა წარმოვიდგინე არ ვიცი მაგრამ რო დავფიქრდი თეთრი ლამაზი ქცემა მეთქი და ცოტა ხანი გადის და ეგეთი არ არისო ეგო მე შენ აიცი როგორია რა ანუ მე მაგალითად პატარა რო ვიყავი მეც იმდენ ახლა წერილებს რაღაც იმ დღეს ვიყავი ჩემთან მისული და ჩემი რაღაც პატარა თავისუფალი ისე თემები რომ მქონდა და რო წერდი და ბიჭო ფიქრობდი რომ მეთქი როგორი ჯერ როგორი სუფთა ვიყავი
ხო რა გაუქმელი ან კარგი გაგებით რა ეს დაუბრუნებელი ხავი გესმის რაღაცა აი მედებით და აი ამის და რამხელა ენერგია მქონდა რაღაცა რამდენი სისულელიდან რაღაცა გამომყავდა ჯერ როგორ არ მეზარებოდა ამდენი პაროდია ამდენი რაღაცის კეთება ამდენი დაკვირვება ამდენი რაღა აი სხვანაირად ხარ ამიტომ მართლა გადამდებია სხვანაირად ხო და მე შენ უკვე ამ ასაკში რომ და მე ასაკში ასაკებს ძალიან ჩავაჭირეთ ახლა მე და შენ დღეს საუბარში მაგრამ გამოვიდა რას შენც როცა წეღარაც ვთქვით შენ როცა უკვე ურთიერთობ იმ ტიპებთან შენც იმათნაირი ხდები რა ის გახსენდება მაშინდელი როგორიც იყავი შენ მაგხელა და დიდი ხარ იმ ენერგიით ხარ რა და საქმეს გამოდის უფრო მეტად მოდი იცი რა ვქნათ ახლა ნელ-ნელა ბოლოსკენ გავდივართ და ახლა ჩვენ რომ მიგვიშვა ხო იცი რომ საათი ვისაუბრებთ ამიტომ რაღაცნაირად გავიდეთ ბოლოსკენ და კიდე ერთს კითხავ მე დარწმუნებული ვარ რომ ადამიანებს ეს აინტერესებთ შენი მომავალი გეგმები როგორია ახლა ჩვენ გვისაუბრია რომ თული მოცემულობა თუნდაც შენი აი მაგალითად სამსახიობო კუთხით რომ არ ვიცი რითი ინარჩუნებ ხო იმას რომ მოტივირებული იყო სადღაც ოჯახი სადღაც აი ეგრე ახალგაზრდებთან ურთიერთობა ის ანუ ნახე მოდი ესე უფრო კითხავ რა ერთი რომ კონკრეტულად ვისაც აინტერესებს რომ რამეს თუ გეგმა რამეს დაელოდოს ბანალურად თქვათ მაგრამ მეორე უფრო ეგეთი კითხვა მექნება რომ რაც ქონდა ადრე აი ამე ამბიციები ხა გასაგებია რომ თქვათ შენ უფრო ეს თვითონ პროცესისგანაც სიამოვნებას იყო და ეს პროფესია გიყვარს მაგრამ ქონია როდესმე რომ აი წავალ საზღვარგარეთ მე ეს გავხდები როდესმე შეიძლება რატომაც არა შემოწმած ოსკარზე იფიქრო ან ყოველ შემთხვევაში დიდ ფილმებში თამაში ეხლა გააქვს ის მომენტი რომ აი ნელ-ნელა რომ არა მთავარია ხო აი ეს პროფესია ეს ჩემია ეს უკვე ჩემი ცხოვრება ეს უკვე ჩემი ქალაქია რა ხოცი აი ნელ-ნელა რომ ჩამოდის ესენი ყველა აი მაგას როგორ უკლავდები თუ ჯერ კიდევ გაქვს იმისი იმედი და ამბიცია რომ შეიძლება სადღაც წავხვიდე ანუ ერთია რომ ვიღაცამ დაგირეკოს ეხლა მასე მერაბნინიძენს რა ანუ არაფერი არ ქონდა ანუ აქ ჩცდ-ში თამაშობდა იქ რაღაცა ისეთი ბუმი არ ქონდა და მე ერთ-ერთი უნგრელი რეჟისორის ფილმში ითამაშა სადაც მიიქცია ყურადღება ბრიტანელების მე იქ ათამაშეს იყო რა იყო ჰოუმლენდშიც ითამაშა მეგონი და კიდე რაღაცა მაფიაო რო ერქვა რა და მე წავიდა შენთან მიმართებაში შეიძლება რაღაცა ფილმში ითამაშო რომელიმე საზოგადოება მოლოდინი და სურვილი და ოცნება ეგ სულ მაქვს ანუ ეგ არ გამიჩერებია უბრალოდ რატომღაც არ ვაკონკრეტულებ ხოლმე არ ვიცი ეს რის გამო მაქვს არ ვაკონკრეტულებ ოცნებას მაგ კუთხის ოცნებას იმიტომ რომ ეს დაკონკრეტებული ოცნება თითქოს არ სრულდება ხოლმე რა და ისედაც ჩემს ცხოვრებაში რამე კარგი თუ ესე ხდება დაუგეგმავად შემოჭრილია ხოლმე რა როგორც წეღანს რომ მოვყევი როგორც ამ პროფესიაში მოვხდი აი რაღაცა ესე ზოგადად კი ფიქრობ და კი ვოცნებობ, მაგრამ არ ვაჭერ ამ ოცნებას რა. რომ მინდა რომ თუ რაღაცა მოხდება, ის უკვე სურპრიზად მომევლინოს რა. თორე ეხლა ყველა არ არსებობს ეგ ცუდია ისეთი ჯარისკაცი, რომელიც გენერალურზე არ ხო, ანუ ოსკარზე როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი აი მე მინდა რომ კარგად გაიგონ ადამიანმა. ოდნავაც არ არის არარეალური. აი ეს არის საერთოდ არ არის მაგას ვამბობ. უბრალოდ ეს ჩვენშია ჩაბეჭდილის რაღაც დიდი ბარიერები, რომ აი თითქოს აღარ არის ვით უმეტეს ამ დროში. კი, უბრალოდ მე გამოგ რომ აი მიზანად არ ვისახავ არასდროს არაფერს რა. მინდა რომ ცოტა თავისით რაღაცა გამოჩნდა, აქ წავიდე, იქ წავიდე. აი ეს უფრო არ ვიცი, მომწონს თუ ესე უფრო მიჩვეული ვარ თუ რაღაც აი დავისახე, იმიტომ რომ შეიძლება იმედგაცრუების მეშინია, არ ვიცი. არ დამისახავს არასდროს ისეთი მაღალი გეგმა, რომ აი ხა იმას მივახცე. ხო, აი რა, ხო. რაც კი კარგი მაქვს, აი ეს შემთხვევითობით მოსულია და ვკაიფობ ძალიან. ეს მომწონს რა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესით ისიამოვნოა. ხო, და პროცესით მე ძალიან მაგას ვეუბნები ჯერის რომ მეთქი მამა ნახე, რო აგებ ძალიან განიცდი და წაგებას. და აი ხო, თქვენ გასაგონათაც წაგება ვის უყარს და ნახე როგორი მნიშვნელოვანია. ადრე ტელეფონში ვთქვი რა, ანუ მშობელმა თეორიულად რაც არ უნდა უთხრა შენ შვილს ის მაინც შენ საქციელებს უყურებს სხვას რო ელაპარაკები როგორ იქცევი მაგრამ ასე ხა თეორიულად უთხარი პრაქტიკაში სხვა რამეს აკეთებ და მე ერთი პერიოდი ამ წაგებაზე ქონდა ნუ აი წიწდებოდა ბავშვი ძალიან განიცდიდა და თან ისე თამაშო ჯიგრით და რამით მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ უკვე პრობლემაა რა რეალურად იმიტომ რომ ნუ იქ ან ტიროდა თუ წააგებდა და მე გამახსენდა რომ
ერთი პერიოდი მე ხომ კალათბურთი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ეს ჯორდანიც იმიტომ მიყვარდა რომ ვერიტან და წაგ ნუ არ ვერიტან ვის უყვარს წაგება მაგრამ არიან ტიპები რომლებიც ნუ აი ტრაგიკულად აღიქვამენ ეს ხო რა რო ეს ნალაპარაკები მქონა რომ აი ჯორდანის ის მომწონდა რომ შეიძლება ებრძოლა შეიძლება რაღაც მაგრამ არ დაიწუნდა სხვებთან ლაპარაკობდი და ეს რო პატარა ეს ხო სულ და შეიწოვა ხო ეგ ის ამავე ეს დაამახსოვრდა გაიგე და მე მივხვდი რომ მე ეს არ მახსოვს რომ მასთან ათქვა მაქვს ისიც არ მახსოვს რომ შეიძლება ვიმესდა მაგრამ მივხვდი რომ ეგეთი სიტუაცია იქნება ხო აუ იცი რამდენი 2 თვე მუშაობდი იმაზე რომ მეთქი ნახე წაგება ხო იმის საწინდარია იმიტომ წააგე რომ რაღაცა არ გამოვიდა რაღაც თუ არ გამოვიდა ხო იცი რომ არ გამოვიდა ესე იგი რამდენად მაგარია რომ უკვე იცი რა არ გამოდის რამაზეც ივარჯიშებ და მე ჯორდანის ციტატები მოუყანე ვანახე ჯორდანი ამბობს რომ მე 2000 ჯერ ვერ ჩავაგდე 4000 ჯერ იმედები გაუცრუა 3000 ჯერ ვაპირებდი დანებებას პირობითად ციფრები მაგრამ აი ზუსტად მაგიტო ვარ ჯორდანი დღეს და არა იმიტომ რომ ესქენი ანუ წარუმატებლობაც რაღაცა წარმატების საწინდარია და შეცდომაზეც მეც შემშვილებთან სულ მეცადინეობაზე რაღაცაზე რო იყო შეცდომაზე მაგარი მასწავლებელი არ არსებობს რა შეცდომა ტრაგიკული კი არ უნდა იყოს შეცდომა უნდა მიიღო არ უნდა დახუჭო თვალი და პირიქით ის შეცდომა შენ იმდენ რამეს გასწავლის რომ მე შენი ზრდა მხოლოდ მაგაზე არის დამოკიდებული აი თევზების ექსპერიმენტი რო არ დაგემართოს ეხა ეს რატომაც მოვაყოლეთ შემშვილთან საუბარი არის ის რომ ვეუნები რომ პროცესისგან მიიღებ ამის სიამოვნება, თამაშო, ფეხბურთი, ხო სიამოვნებს, ხო კარგია რომ ურტყავ, ხო კარგია რომ მუშაობ, დღეს ეს არის ცოტი გუშინ ორჯერ აკენწლე, დღეს სამჯერ. ძალიან კარგია და ძალიან მიხარია რომ ეგ გუშინ მოვიდე და მე ვიყავ, მე წაგება მიყვარს, მეთქი ხა თვალს ესე შეიყვარებ, მაგრამ მე ვთხარი რას გულისხმო. აუ მე ხო სწავლობ, მეთქი კაი. თავარია ის სიამოვნო და ასე შემდეგ და სწორი მიდგომაა რა. ოსკარი ხო არ არის მთავარი. მთავარი ხო ის არის რომ ოსკარამდე როგორც მიხვედი, ესე იგი რაღაცა ღირებულის ნაწილი იყავი და შენი თავით კმაყოფილი ხარ რაღაცა რაც გინდოდა ისა. ის ხო სხვა რაღაცეების გამოა და არა იმის გამო ოსკარი, თორე ოსკარზე აგერ ჯიმ კერის ის ჩაწერეთ Golden Globe-ზე რომ გამოდის როგორ ღადაობს რომ მეო ჩემი ოცნებაა რომ სამჯერ მქონდეს გოლი. აი მე უკვე საკმარისი იქნება და ფაქტიურად თავის სპიჩი აი ძალიან იმაშვება რომ სხვა რაღაცეებია მოკლედ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მარტო ეგ არა მაგრამ ის თავისით უფრო მოვა. მეორე პონტი იცი რა არის? დაიდო ოსკარი აზრების მატერიალიზაციის კუთხით ის პირველი სიკრეტი და ანუ აი ვისაც მილიონერობა უნდა რომ $1 ნულები უნდა მიაწერო ყოველდღე უყურო გჯეროდეს მაგრამ ეგ ეხა ართულია მაგის ეს წარაბარა დაჯერება რა ესეთი თემა. ანუ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ძალიან კაი ადამიანი ხარ ახალგაზრდებს სხვათა შორის ეგ გვაქვს ალბათ მე შენს და გრიგოლიასაც აქვს საერთო არ ვიცი ჩვენი გარეგნობის გამო არ ვიცი რომ დღემდე ვერ ველევით ჩვენ თქვა ახალგაზრდობას თუ ტანსაცმლის გამო ახლა გიორგი რო არის კალატოზი მეღადავება რომ შენო ბიჭო თანამედროვე თო ის კი არ გახდისო რომ კეით ისპანი ხარ და საყურე გიკეთია და მე ვთქვა რა შუაშია მიიღო მართლა გულით მიყვარს ახლა ეს რა და რავი წარმატებებს გისურვებ ასევე და ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიე და რა შენს და შენ საფარლის ოჯახს რა თქმა უნდა კიდევ უსურებ ბევრ სიყვარულს სიხარულს ძალიან კაი მამა ხარ და ძალიან კაი მეუღლეც ყავს და მოკლედ მოკითხვა ასევე ოჯახს რა მიყვარ ხარ და მადლობა მოსვლისთვის თქვენ კიდე რა თქმა უნდა გამოგვიწერეთ subscribe-ი ლაიქი თუ კონტენტი მოგცეთ გააზიარეთ და კომენტარებში დაწერეთ სტუმარი ვინ გინდათ ან რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ მიყვარ ხართ გეხვევით აბა ჰე